საღამოშიდობისა ძვირფასო მეგობრებო, პირდაპირ ეთერში ვართ ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან. მე დავით ჭაბუკაშვილი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია თქვენთვის კარგად ნაცნობი პოეტი, პროფესორი, საზოგადო მოღვაწე ბატონი ვაჟა ოთარაშვილი და დიდ მადლობას ვუხდი გიხდით ბატონო ვაჟა რომ მოგბრძანეთ გადაცემაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება ალბათ. ესე იგი ყველაფერი იყიდება აბსოლუტურად ახლა კატასტროფული სისწრაფით იყიდება სამწუხაროდ ქართული მიწები. ამის დაფიქსირებასაც კი ვეღარ ვასწრებთ. უკვე და ახლა გადავიდნენ შენობა ნაგებობებზე. თქვენ იცით რომ კინო რუსთაველში იმდეს ჩვენ ვიყავით საჩივარით შევიტანეთ. უკვე იქ არაბული კომპანია მიყიდა კინო რუსთაველი და ეხლა აპირებენ პარლამენტის შენობის რა ვიცი დემონტაჟ დანგრევას თუ რას და გაყიდვას, ხო? აი დავიწყოთ აქედან ბატონო ვაჟა თქვენს ბევრი ინფორმაცია გაქვთ და გისმენთ. მე რაც შეიძლება ნაკლებად ჩაგეჭრებით რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ. დავიწყოთ იქიდან რომ გამსახურდიას ბატონი ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ ფაქტიურად 34 წელია საქართველოს ყავს ქართველთ მოძულე და ქართველიერის დამაქცევარი ხელისუფლება. ეს იქნებოდა შევარდნაძის ხელისუფლება, ეს იქნებოდა სააკაშვილის ხელისუფლება, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. აი ამ სამივე ხელისუფლებას ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ძულს ქართველი ერი და ცდილობს გაანადგუროს ქართველი ერი და დააქციოს ქართველთა სახელმწიფო. ჩვენ სისტემურად უნდა მივუდგეთ ამ პროცესს და უნდა გავაანალიზოთ აი ამ 34 წლის განმავლობაში რა პროცესები მიმდინარეობდა, რომ შესაბამისად გარკვეული პროგნოზი და გარკვეული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მოსახლეობამ, ყველა ფენამ ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად. აქ ეს არ ეხება მარტო ქართველთა დიდ გაერთიანებას, ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან რომელიმე ჯგუფს, რადგანაც ფაქტიურად თუ შევხედავთ, დავიწყოთ შევარდნაძის რეჟიმიდან, რა ხდება შევარდნაძის რეჟიმის დროს, ჩვენი ხელით, ეხლა ჩემი და თქვენი კი არა ბატონო დავით, ჩვენი ხელით ისეთ მნიშვნელოვან მრეწველობის და სოფლის მეურნეობის ობიექტებს, რომლებიცაც იდგა საქართველო. ესე იგი, ჩვენი ხელით დავანგრიეთ ქარხნები, ფაბრიკები, წარმოებები, უნიკალური ტექნოლოგიური ხაზები მოვშალეთ, დავშალეთ სპილენძის ჯართად თუ ალუმინის ჯართად ჩავაბარეთ და გავიტანეთ ზოგი თურქეთში, ზოგი მეზობელ რესპუბლიკებში, ეს იქნებოდა აზერბაიჯანი, ეს იქნებოდა სომხეთი თუ სხვა. შეიძლება ზოგი გემითაც კი გავიდა იქით ევროპისაკენ და ფაქტიურად მრეწველობით სავსე ქვეყანა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა სხვათა შორის იოსებ სტალინმა, 2000-ზე მეტი უძლიერესი საწარმო დაიშალა, განადგურდა და იავარქნა მოხდა ამ საწარმოებისა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოები, რომელთა ნაწილის გასხვისება მოხდა, იმ სიმძლავრით, რა თქმა უნდა, აღარ მუშაობდა და პატარ-პატარა საამქროებად გადაკეთდა და ფაქტიურად ის ხილის ჩამბარებელი, ბოსტნეულის ჩამბარებელი, თუ რძის პროდუქტების ჩამბარებელი პუნქტები მოიშალა და თუ საქართველოს თვითონ აწარმოებდა ყველკარაკს, თუ თვითონ აწარმოებდა ხილის წვენებს, ხილფაფებს და ასე მურაბებს და ასე შემდეგ და თვითონ ასხავდა უნიკალურ სასმელებს, მოიშალა ეს ყველაფერი და უცხოეთიდან ეს იქნება ძირითადად თურქეთი, დუბაი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი თუ ასე შემდეგ დაიწყო ამ საქონელმა დენა. ანუ ჩვენი მთლიანი მძიმე მრეწველობა, ეს წარმოიდგინეთ რომ შევარდნაძის დროს ჯერ კიდევ იყო მეტალურგიის სამინისტრო, მძიმე მრეწველობის სამინისტრო, მუშაობდა ქიმიური მრეწველობა, ქიმიურ ტექნოლოგიური პროცესების და ასე შემდეგ. ესენი ყველაფერი მოიშალა. ეხლა ქიმია ვახსენე და წარმოიდგინეთ რომ სკოლებშიც კი ვითომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქიმიური ლაბორატორიები აკრძალეს,
რომ ბავშვებმა თვალნათლი არ დაენახონ ელემენტარული ქიმიური რეაქციები, რომელსაც მასწავლებელი გვასწავლიდა იმ დროს. შესაბამისად, ესე იგი, დაუბრუნდეთ ისევ ამ პერიოდს, განადგურდა მთელი მრეწველობა, განადგურდა სოფლის მეურნეობა. 30% ტრაქტორი იყო და განადგურდა სატრაქტორო პარკი მთლიანად გაიძარცვა და დარჩა რაღაც თითოეულა კომბაინი, თითოეულა ტრაქტორი და დღეს რო გჭირდება, ესე იგი, აი ბრეჟნევის დროს გამოშვებულ 1972-73 წელს გამოშვებულ კომბაინს, რომელიც 20 ჯერ არის ალბათ თითო დეტალი მიდუღებული ერთმანეთზე, დასდევს მთელი სოფელი და სოფლები. და შესაბამისად, აი ახლა ფაქტიურად ჩვენ, რომელსაც უნიკალური ხორბლის ჯიშები გვაქვს და ახლა თავს იწონებენ ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ქოცისტანის ლიდერები, რო იცი რა, არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარეს ქართული ხორბალი და არის ერთი ტაშისკვრა და მლიქნელობა. ფაქტიურად ხორბლის ყანების ოდენობა საქართველოში 70%-ით შემცირდა. მაშინ როდესაც იმდენი ხორბალი მოდიოდა ჩვენთან, რომ შეგვეძლო ეს ყველაფერი ჩვენი, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც შემოგქონდა და უკრაინიდან და ყაზახეთთან, მაგრამ ჩვენ დიდი ნაწილი შეგვეძლო ეროვნული ხორბლის მრეწველობა განგვევითარებინა. და შესაბამისად ამისა, ნახეთ რა ხდება. წისქვილ კომბინატები, თვით პატარა წისქვილებიც კი, რომელიც ფერმერებს გააჩნდათ, ისინიც გააკოტრეს, გაანადგურეს. თბილისში გახსოვთ, დიდუბეში იყო დიდი წისქვილ კომბინატი, ხო? ესე იგი, იმისთანა მეტალისგან იყო ის ვალცები, ეგრეთ წოდებული ვალცები ჩამოსხმული, რომ აი სტალინის დროინდელი, რომლის გაღუნვა არ შეიძლებოდა და შემდეგ შემოიტანეს თურქული და ჩინური ვალცებიანი წისქვილები, რომელსაც ყოველ წელს უნდა გაჩარხვა. წარმოიდგინეთ, აი ეს წისქვილ კომბინატები გავანადგურეთ და რაც დარჩა ისინი მივყიდეთ აზერბაიჯანელებს. ანუ სხვა სახელმწიფო განაგებს შენთან ფქვილის წარმოების ტექნოლოგიას. ესე იგი, რო შეგიწყვიტოს, არა? კი. და ასევე შემოვიტანეთ ჩვენ იქიდან აზერბაიჯანიდან კარმენი გაქვავებული ფქვილი, რომელმაც დაავადა ხალხი. ჯერ იყო და ბურჯანაძის მამამ ამერიკიდან საფურაჟე ხორბალი შემოიტანა, რომლის წებოვნება 10-ზე ნაკლები იყო. რუსული სიტყვებს ვიხმარებ, კლეიკამენა და იდეკა, ხო? ეს არ შეესაბამებოდა იმ სრულ დასაშვებ ნორმებს, რომელიც საკვებისთვის არის საჭირო. ანუ აი ეს პერიოდია, სწორედ შევარნაძის პერიოდი, როდესაც ნადგურდება ყოველ მხრივ ყველა დარგი. ანუ ეს იქნება მძიმე მრეწველობა, მეტალურგია, სოფლის მეურნეობა, ქიმიური წარმოება. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს თვითონ უშვებდა ასანსაც, საპონსაც, სპეცტანსაცმელს, რომელიც თქვათ მუშას უნდა ჩაეცვა, ხო? აქ იკერებოდა ისინი ეგრეთ წოდებული ტელეგრეიკები და სპეცოვკები, არა? ხელთათმანები. დღეს ხელთათმანი რო ხელთათმანი ეს თურქეთიდან შემოგაქ, აი ელემენტარული, აბსოლუტურად. და აი ეს ყველაფერი, ესე იგი, თქვენ გონიათ რომ შეუგნებლად ხდება? და დავსვათ კითხვა, ესე იგი, ქვეყნის პირველი კაცი, პირველმა კაცმა არ იცის, რომ ამითი საკუთარ ქვეყანას ანადგურებს, მაგრამ იგი ასრულებს გარკვეული მსოფლიო ძალების, ბოროტი ძალების დავალებას, რათა საქართველო იქცეს კოლონიურ ქვეყნად და ერი გაჩანაგდეს, განადგურდეს. ეხლა საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროში მთელი ის იყო, ხო, მელიორაციის მიმდინარეობა და ეს. დღესაც უამრავი საბიუჯეტო თანხა გამოიყოფა მელიორაციაზე. თქვენ გინახიათ მორწყული ველმინდვრები საქართველოში? არა, ხო? აი ამ მოურწყაობამ გააკეთა ის, რომ თვითონ გლეხს გააჩეხინეს თავის ხელით ვაშლის, უნიკალური ვაშლის, შავი ქლიავის, ატმის, მსხლის და შინდის და ამის ბაღები. გააჩეხინეს, გაანადგურებინეს, აი შეშად და იმად გამოიყენა გლეხმა. გაანადგურეს ეს ყველაფერი და დღეს თუ ქვეყნის მტერი არ ახარ, ირანიდან შემოგაქ მწვანე ვაშლი და გორის ბაზარზე ყიდი. თურქეთიდან შემოგაქ ხილი და ისა, ხო?
ესე იგი, აქ გავანადგურეთ ჩაის მრეწველობა, სუბტროპიკული კულტურები დასავლეთ საქართველოში ეს უმდიდრესი კუთხე საქართველოსი ტრადიციულად, ესე იგი, უნიკალური ჩაი, რომლის ჩაი გადიოდა საფრანგეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთში, შვედეთში და ასე შემდეგ. დღეს ჩვენი დასავლეთ საქართველოდან მუშები მიდიან თურქეთში მუშაობენ ჩაის პლანტაციებში. გესმით ხალხო, აი სადამდე როცა უნიკალური ჩაის საკრეფი მანქანა გვარი დამავიწყდა სხვათა შორის იმ წიგნის რედაქტორი ვარ მე რომელიც სწორედ ამას ეხებოდა ჩაის საკრეფი მანქანა საქართველოში გამოიგონეს აი მსოფლიოში ხო იმდენად აღორძინებული იყო ეს დარგია რა ეხლა კიდე ერთი კუთხე აი ხო თავი მოგწონს მეღვინეობით აი ოქროს მედალი მიიღეს და გამოვარდებიან ეს ისინი რა ქვია ჯერ ნაცები იყვნენ ამითი ვაზელინ წასმულები და მერე ქოცები თბილისიდან რომ მივდივართ ცხეთას რო გავსდებით ხო დაწყებული ნატახტრიდან უნიკალური ვაზის ჯიში იყო ხო ეგრეთ წოდებული ჩინებული ჩინურს რო ეძახიან ხო კი ბატონო ნახოთ როგორ აღწერილი ეს ყველაფერი ქართველი ერის ისტორიაში დიდი ივანე ჯავახიშვილის ხო ღვინის მრეწველობაზე საერთოდ ყურძენზე ვაზზე ვაზის კულტურაზე ეს ყველაფერი დეტალურად არა ეხლა არის სასაწყობო მეურნეობები ან რაღაცა კომერციული ფართები რაღაც მანქანებია გაჭერებული რაღაც ტრაქტორები ანუ გაიჩეხა მთლიანად ეს ვაზი უფრო მეტი ოქმის ღვინის ქარხანა რომელიც შამპანურ უნიკალურ შამპანურს ასხავდა ხო და თავი მოგწონდა იმ დროს ეს იქნებოდა მოსკოვი ეს იქნებოდა ვილნიუსი ეს იქნებოდა ვარშავა რო ქართული შამპანური ხო მართლაც 1000 ვარსკვლავი დაჯილდოებული და ეს აღარ არის მოისპო ეს ყველაფერი არა ესენციით და იმით აკეთებენ ახლა ამ ყველაფერს არა რატო როდესაც ეს ღმერთმა გვიბოძა ჩვენ ეს მიწაწყალი არსეთი მდიდარი აი ეს ყველაფერი ნახეთ შევარდნაძის დროს ეს ყველაფერი განადგურდა ნახეთ შეიქმნა მოკკავშირი ესეთი მართველი პარტია შევარდნაძისა რომელმაც მთლიანად პროფესიონალი იყო თუ არა პროფესიონალი პოლიტიკური ნიშნით თანამდებობის პირებად დანიშნა ძალიან ბევრი უვიცი მე ყველას არ მივაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ უკვე დაიწყო პარტიული ნიშნით თანამდებობის განაწილება როგორც გამგებლების, საკრებულოების, ასევე მინისტრების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველა ასევე ძალოვანი სტრუქტურების აი მოკკავშირში გამოჩეკილი ამ გარეწრებიდან უკვე იქმნება ჟვანია სააკაშვილის ბურჯანაძის ეს ბანდა რომელიც უკვე მთლიანად ღუპავს საქართველოს დღევანდელი ნაციონალური რეჟიმის სახელმწიფო პოლიტიკა რომელიც პირდაპირ უკვე აშკარად მიმართული იყო ქართველი ერის უკვე გენოციდზე დემოგრაფიულ გენოციდზე შევარდნაძის ეპოქამ მრეწველობა და სოფლის მეურნეობა გაანადგურა დაიწყო განათლების სისტემის განადგურება მაგრამ განათლების სისტემის განადგურების პიკი იყო უკვე სააკაშვილის დროს ალექსანდრე ლომაიას და სხვათა შორის ლომაია მისი გვარი არ არის ნამდვილი გვარი ის ქართველი ქრისტიანული წარმოშობის კაცი არ არის მე აღარ დავასახელებ რომ ქსენოფობაში არ ჩამომართვან მაგრამ 2004 წელს მიღებულმა განათლების კანონმა, რომელიც 2005 წლიდან ამუშავდა, დაანგრია განათლების ეროვნული სისტემა მთლიანად. თუ შევადარებთ განათლების მინისტრებს მანამდე, თუნდაც კომუნისტური რეჟიმის პირობებში, თუნდაც ბატონი ზვიად გამსახურდიას დროს, ხო? ბატონი ელის ბარჯაველიძე, უბრძენესი კაცი და უსაყვარლესი პიროვნება, აკადემიკოსი, ცნობილი მწერალი, ცნობილი მეცნიერი და პარლამენტში უზენაეს საბჭოში კომიტეტის თავმჯდომარე ხო და აი ეს თემურქორიძე განათლებით სავსე კი მეგობარი ნათელში იყო რომაია იქ თეატრთბერიზე რო ექსპერიმენტებზე ააგო ყველაფერი ხო და აი ამ ექსპერიმენტებმა ჯერ დააკვირდით
რაღაცა ლოტოტრონევით მოიგონეს, სკოლიდან განდევნეს ღირსეული დირექტორები, ღირსეული მასწავლებლები. იმის მაგივრად ამ პედაგოგებისთვის, რომლებმაც სამოქალაქო ომს, ქვეყნის გადატრიალება, გადმოტრიალებას, გვარდიას, მხედრიონს, დედრიონს, ამას, იმას ყველაფერს გაუძლო, გამოვაცალეთ საყრდენი, განვთესეთ, გავყარეთ ნიჭიერი პედაგოგები, ცნობილი ღირსეული პედაგოგები, ღირსეული დირექტორები და შემოვიტანეთ უკვე ახალი მაფია განათლების სისტემაში, რომელსაც ეგრეთ წოდებული გრიფირების მაფია ქვია. ჩვენი წიგნებს, იმ სახელმძღვანელოებს უწოდეთ, აი საბჭოური ეპოქის და ამ დროს ეს სისტემა, განათლების სისტემა იყო სწორედ ევროპული, გერმანული განათლების სისტემა, რომელიც სწორედ სტალინის დავალებით შეიქმნა და დღეს ამ სისტემით ევროპა და იგივე ინგლისმა წაიღო უკან. ის წიგნები, ეს იქნებოდა ლარიჩევის, ნამენსკის, დემკოვიჩის თუ ანტონოვის წიგნები იყო უმაღლესი დონის ფიზიკა, მათემატიკის სასწავლო წიგნები. ეს იყო უმაღლესი დონის, სადაც ბავშვი ღებულობდა უმაღლეს ცოდნას ამ საგნებში. დააკვირდით, სააკაშვილის დროს უკვე დედაენაც ამოიღეს ხმარებიდან. ჯერ ამის წყლის შეყენება დაიწყოს შევარდნაძემ და იაკობ გოგებაშვილის დედაენა ქვეყანას ისეთი გრანდიოზული ბუმბერაზე მამული შვილი ყავდეს, როგორიც იაკობ გოგებაშვილია და შენ მოხსნად ამისი დედაენა და რაღაცა შემოიტანო სისულელეები, ჩაიდან საზრა ემალი, გამარჯობა ჯემალი. აი ესეთ ლექსებს ასწავლიან, უგვეცინება, ესეთ ლექსებს ასწავლიან სკოლაში. და ნახეთ პირველად, ესე იგი, შემოიტანეს სახელმძღვანელოები, რომლის თავს და ბოლოს თვით მასწავლებელიც ვერ აგებულობდა. ბავშვი როგორ გაუგებდა იმას, ხო? აკრძალეს ფაქტიურად საქართველოს უпроსორად ქართული ენის და ლიტერატურის, რომელსაც თვით კომუნისტების დროს მშობლიური ენა და ლიტერატურა ერქვა, ამისი კლასიკის სწავლება. აკრძალეს ვეფხისტყაოსანი, აკრძალეს დავით გურამიშვილი, სულხან საბაურბელიანი, გრიგოლ ხანძთელი, შუშანიკის წამბა. ნახეთ რითი განმარტავენ ეს გარეწარი და უცოდინარი განათლების მინისტრები, რომლებიც ყონათი შაური ღირს ისე იცვლებიან, ხო, ყველა უვიცი აქ შემოყარეს, არა? რომ თურმე საზეპირო ბავშვს აშინებს და ბავშვის ფსიქოლოგიაზე ცუდად მოქმედებს. მაშინ, როდესაც ვეფხისტყაოსანი საქართველოში წერა-კითხვა არ იცოდა, კაცმა და ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცოდა, რომელსაც ქართულ ბიბლიას უწოდებენ და უწოდებენ. არა მარტო ჩვენ, არამედ უცხოელები, ხო, ლუიჯი მაგალოტი და სხვები და სხვები. აი ეს განათლების სისტემა 2005-ში შესული ძალაში სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დროს ხოცისტანის ფაშისტურმა რეჟიმმა არ შეცვალა ბატონებო და ამის არ შეცვლა თქვენ გონიათ შემთხვევით ხდება? არა. ეხლა დავაკვირდეთ ვინ არიან განათლების მინისტრები სააკაშვილის დროს და შევადაროთ ხოცების განათლების მინისტრებს. ალექსანდრე ლომაია, ხო? სოროსის სოროში გამოზრდილი ვირთხა. გიანოდია სოროსის სოროში გამოზრდილი ვირთხა. სოროსის ფონდის თავმჯდომარე საქართველოში. მისი პასუხისმგებელი მდივანი 12 წელი იყო ირაკლი კობახიძის დედა. ჩვენი პრემიერ-მინისტრის დღევანდელი. მერე ხატია დეკანოიძე, ჯერ არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერე პოლიციის აკადემიის რექტორი, მერე განათლების მინისტრი. ნიკა გვარამია, რომელიც არის გენპროკურორის მოადგილე, განათლების მინისტრი. მერე შაშკინი, რომელიც არის ციხეების მინისტრი და მერე მოყავთ განათლების მინისტრად, ხო? ეხლა აქ ვნახოთ, ვინ ჯეჯელავები და ისინი ვინ არიან, კომპლექს და იმას ქართულ ეროვნულ ზღაპრებს რო ეუბნებიან, ხო? ვინ მოიყვანეს ეხლა მიქანაძე ვინ არის? აი ეგ მაინტერესებდა მიქანაძე. კი ბატონო, მიქანაძე იყო ჯერ ადეიშვილის მოადგილე, სწორედ ამ რეჟიმის დარგში ციხეების და მერე შაშკინის მოადგილე ამ ციხეების დარგში, ხო? სასჯელ აღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მოიყვანეს განათლების მინისტრად. ანუ გამოილია საქართველოში ისეთი ადამიანი,
ეხლა არავის არ ეგონოს მე რამე მინდა მე დავანებე როგორც პოლიტიკურ მოღვაწეობას თავი კიდე ერთხელ უნდა განვაცხადო ასევე არავითარი თანამდებობა არ მჭირდება მე ვარ მეცნიერი მე ვარ პოეტი და ამას დიდი ჯილდო ჩემთვის უფალს არაფერი უბოძებია მაგათი იყოს ეს ჩინმედლებიც და სკამებიც ჩემი სამშობლო იყოს კარგად და ბედნიერად გამრავლდეს და გაიხაროს ქართველმა ერმა მაგრამ ვერასდროს მიქანაძე ვერ გაიგებს და მიქანაძის ნაირი თელის ის რო ისაქნა რა ქვია ჯოგი მოიყვანო რომელთაც სამეცნიერო მუშაობის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არ აქვს ბავშვთან სტუდენტთან ურთიერთობა არ ქონიათ დიპლომნიკი არ ყოლიათ დოქტორანტი არ ყოლიათ და რაღაცა ხო ის ვერასდროს ვერ გაიგებს განათლების სისტემაში რა უნდა მოხდეს ამიტომაც ესეთი რაღაცა კრეტინული უაზრო ბჭყალებს თორე თვითონ ძალიან კარგად იციან ანუ ქვეყნისთვის დამანგრეველ გადაწყვეტილებებს ღებულობენ ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილებები მთლიანად ანგრევს ჩვენ მომავალი თაობის ფსიქიკას ეხლა რო ვუკვირთ რომ რუსთაველზე რატო დარბიან ოლე ხვირილით და რაღაცა ხან აკაცუკებს უწოდებენ ხან ლიბერალებს ხან ასე ხან ისე ეს არის განათლების სისტემის ბრალი უნდა გამოიყვანო რუსთაველზე ის განათლების მინისტრები სააკაშვილიდან დაწყებული ამათი დამთავრებული და უნდა გაროზგო სახალხოდ ამ ბავშვების თვალწინ იმიტომ რომ ეს ბავშვები რო უცოდინდები არიან და ამ ბავშვებმა არ იციან ვისი გორისანი არიან ვინ იყო მათი წინაპარი რა ბრძოლები გადაიტანა საქართველომ რა დამწერლობა აქვს საქართველოს რა კლასიკა აქვს რა არქიტექტურა აქვს რა მუსიკა აქვს რა წარსული აქვს აი სწორედ იმის ბრალია რომ მიქანაძისნაირი და აი ესე ჯეჯელავასნაირი ნოდიასნაირი გვარამიასნაირი ხატია დეკანოიძისნაირი და რა ვიცი კიდე მთელი ეს ღორხბო აღარ მახსოვს ამათი განათლების მინისტრების ნაირებმა მოსპეს მთლიანად განათლების სისტემა და მოდის თაობა რომლის 90% უკვე ეროვნულ ფესვებს დაცილებულია. დაცილებული ეს არის ტრაგედია ხალხო. რომელმაც არ იცის ვინ იყო მასიც აი გუშინდელი დღე იყო საოცარი დღე ხო? ხრესილის ბრძოლა 1757 წლის 14 დეკემბერს სადაც სოლომონ პირველმა თურქთა 40-45,000-იანი ლაშქარი დაამარცხა. და ჩვენ აი ახეთ გამოხდება ხანი და თვალებ პაჭუნა გახარია 121 ლარად 99 წლით თურქებს მისცემს ნამახვან ხეს და რიონის ხეობას. დღეს პოლიტიკური პარტია აყავს და აგერ პარლამენტში გამოდიან ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არ არის თამაში. ბატონო ვაჟა, ეს არ დაიწყოთ და ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. ამისი თქვენ თუ სხვაგანაც თუ ხდებოდა იგივე სხვა რაიონებში, მიხეილ სააკაშვილის დროს ახალი მოსული იყო, ჩვენთან იყო სამხედრო ნაწილი, პროფესიულ ტექნიკური სასწავლებელში იყო, მე-40 სასწავლებელი იყო იქ. ეს ბავშვები, როდესაც გადიოდნენ მარშს, აი როგორი ტექსტი ჰქონდათ. ადე ბიჭო მალხაზი, თავს დაგვესხა აფხაზი. ადე ბიჭო კოსტია, თავს დაგვესხა ოსიაო და ეს აღვივებდა უფრო გესმით თქვენ ამ კონფლიქტს წარმოიდგინეთ თქვენ ამის შეიძლებოდა ეს ტექსტი ვინ დაწერა მას რა თქმა უნდა ესეც სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილია ეხლა რა გასაკვირია ათო როცა ბიძამისი არის რუსული უშროების სამსახურის მაღალჩინოსანი ხო და სადმე ნორმალურ სახელმწიფოში გინახიათ რომ ქვეყანამ ოკუპანტთან წააგოს ომი და მერე ამ ოკუპანტს გადასცეს ენერგეტიკული ობიექტები ეს ენგურგესი იქნება თუ თელასი თუ რა ვიცი 1000 რაღაცა ხო ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი თამაში ფაქტიურად მიდის საქართველოს დაგლეჯვა ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ყველა მხრიდან, აი, რო დაფიქრდები, ალბათ, ერთადერთი უფლის იმედი და უფლის წყალობაა, რომ ერი კიდე არსებობს. თორე
ნახეთ, რატო დავიწყე მე ჩემი გამოსვლა, რომ 34 წელია საქართველოს ყავს ქართველი ერის მოძულე ხელისუფლება. საკუთარ სამშობლოში ყველაზე დამცირებული არის ქართველი ერი. თურქეთში რაღაც რო დააშაოს თურქმა და ქართველმა, იქ თურქს გაამართლებენ. ქართველს უმკაცრესად დასჯიან. ირანი იქნება ეს, ევროპა იქნება, ჩვენთან პირიქით ხდება. ეს გონიათ შემთხვევითია, არა ბატონებო, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი, რათა დაჩიავდეს და განადგურდეს ქართველი კაცი. ნახეთ სააკაშვილის დროს კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა, ერთი კულტურის მინისტრები ვინ ყავდათ, ხო გასაგებია და როგორი ფილმები გადის. ნუ შევადნაძის ეპოქიდან დაიწყო ეს ფილმები, თურქული და აზიური და არგენტინული დებილ სერიალების გაშვება. და შემდეგ უკვე ტელევიზიებში ქართული ტელესერიალები, სადაც ქართველი კაცი, მამაკაცი არის დაჩიავებული. ანუ რაინდული სულის დეფიციტია უკვე დღეს საქართველოში. ვაჟკაცური სულის დეფიციტია, როგორც აი დიდი გამოჩენილი ქართველი მწერალი მოაზროვნე რეზი თვარაძე ითხოვდა, ხო? ქართული ვაჟკაცური სულის დეფიციტია საქართველოში. რამ გამოიწვია? სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებული ვიხმარ ჟარგონულ გამოთქმას ჯღანაობებმა ტელევიზიით. ეს იქნებოდა იმედზე, ეს იქნებოდა რუსთავიორზე, მთავარ არხზე, თუ პირველზე, თუ ასე შემდეგ და სხვა. სადაც ქართველი კაცი დამამცირებელი ეცი რა, მე მას კი არ ვამბობ, რომ რაღაცა მუშტიკრივში იყოს სულ, მაგრამ ნახეთ ჩვენ რაზე გავიზარდეთ თაობა. ჩვენთვის იდეალური მამაკაცის სიმბოლო იყო ბატონი ოთარ მეღვინე-თუხუცესი, ხო, დათა თუთაშხია, ან სხვა ფილმებში მისი პერსონა, თქვათ იგივე ტიტოს ტატის მარჯვენაში მეფე გიორგი, კონსტანტინე არსაკიძე, თენგიზ არჩვაძე, აი ასეთ დოდო აბაშიძე, აი ესეთი და ნახეთ როგორი გმირული ჰეროიკით არიან გამოყვანილები ისინი და ჩვენი მისაბაძი პიროვნები ყველას უნდოდა რომ მისთვის მიებაძა. ესე დაჩიავებული და რაღაცა გადედლებული და გაქათმებული მამაკაცები არ იყვნენ, კაცო. და დღეს ფილმებში თუ მრავალსერიანი იქნება, თუ ერთსერიანი იქნება, ქართველი კაცი გამოყავთ ან ნარკომანია, ან დაჩიავებულია რაღაც და წაიქათმებს, რაღაცა ის არის, რა ქვია, და აი რაღაც ისეთი ნაკლულოვანია, რომ იმაში რაინდულს, ვაჟკაცურს, ამაღლებულს ვერ დაინახა. აბა იმან როგორ უნდა დაიცვას ან სამშობლო, ან თავისი ოჯახი, ან ქალი, ან ბავშვი. აი ეს შეგნებულად ხდება. ეს არის სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე აყვანილი ჩხლეტები, რომელიც ერის განსაგმირავად არის შემუშავებული. არც ეს არ არის შემთხვევითი. ეხლა ამას დავუმატოთ, ნახეთ, აი ჩვენ მოვყევით განათლების სისტემის, კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის დანგრევა, დაქცევას იმის დროს, რა ქვია, სააკაშვილის დროს და არ შეიძლება არ ვახსენოთ. ხო, გაგრძელდა ეხლაც. ხო. ეხლა არ შეიძლება სააკაშვილის დროს არ ვახსენოთ. ნახეთ რა ხდება. დავით აღმაშენებლის ძეგლის ამ დიდი წმინდანი მეფის ძეგლის გადატანა ბრწყინვალე ადგილიდან რომელიც შეარჩია ბუმბერაზმა ხელოვანმა. მე მასთან მეგობრობდი ბატონ მერაბ ბერძენიშვილთან. მარადილ ნათელში იყო საოცარი შემოქმედი იყო ბატონი მერაბი, დედა კასპის რაიონიდან ყავდა და ჩვენ მეგობრობდით. და ძალიან მიყვარდა ბატონი მერაბი და მისი ავტოგრაფით ნაჩუქარი საოცარი წიგნები მაქვს. ასევე მისი ძმის ბატონი ელგუჯა ბერძენიშვილი შესანიშნავი ისიც შემოქმედი მხატვარი, პროზაიკოსი. და აი ეს ძეგლი, უნიკალური ძეგლი გადავიტანეთ დიღომში, სადაც ბავშვს რო უნდოდეს, აი ჩემ შვილიშვილს რო აი პაპა მოდი რა ყვავილი მინდა დიდ მეფესთან დავდო.
ვერ შეძლებთ რომ ყვავილი აი მანქანიდან თუ ისვრი და ისიც თუ იქ დაეცა იმ გაზონებზე. ეს შეგნებულად მოხდა და ნახეთ სასტუმროს ყველაზე თავმოსაწონებელ სასტუმროს ხო რომელსაც ჩვენი საქართველოს უძველესი ისტორიული სახელი ერქვა იბერია. ეხლა რაღაც Blue Radisson-ი ჯერ ნახე როგორ Blue ხო ქართულად Blue რასაც ნიშნავს ყველა მიცის არა Blue Radisson-ი. ეხლა თქვენ კაი აი არ მინდა ეხლა ევროპის ქვეყნების ხსენება და ის კაი დიდი ცივილიზაცია. თქვათ ყაზახეთში ალმა-ატაში სასტუმრო ტიანშანს ან სასტუმრო ყაზახეთს სახელს გარდაარქმევენ ან აბაის ძეგლს ალმა-ატის აი იმ ცენტრიდან რომელიც ასევე სასტუმრო ტიანშანსი აბაის ძეგლს ხო მათი ეროვნული გადაიტანეს სადღაც იმას გარეუბნისკენ და წმინდა მეფის ადგილზე ველოსიპედის კანდაკება და ველოსიპედებს და რაღაც სისულელებს მოიტან თქვენ გონიათ ეს შემთხვევით ხდებოდა ეს არის აი ამიტომ ყვები მიამას რომ აი ეს არის ყველაფერი გასაანალიზებელი და არა დღევანდელი დღით მარტო იმპულსურად რატო ხდება თუ რატო ხდება სისტემურად უნდა მიუდგეთ ამ 34 წლიდან წელს განმავლობაში როგორ ხდება ქართული ერის როგორც ფიზიკური ისე სულიერი გენოციდი ისე მორალური განადგურება ამას ემატება მე იგივე ჯანდაცვის უხარისხობა შემოტანილი წამლების დიდი ფასები და უხარისხობა ეკოლოგიური მოწამლა რომელსაც სხვადასხვა ლაბორატორიებით თუ იმებით ახორციელებენ ვაქცინაციები და ეხლა რომ დამტკიცდა რომ თუმე კოვიდით ესე იგი მოსახლეობის განადგურება იგეგმებოდა და რამდენი ცნობილი პიროვნება მოკლეს პირდაპირ რო ითქვას ხო და არავინ არ იძიებს ამ საქმეს აი ეს არის სწორედ რასაც ვამბობ ერის გენოციდი ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებების დაცვაზე გამოდიან ათასნაირი ისინი აქვეა ორგანიზაციები ადამიანის ქართველი ერის უფლებას ვინ იცავს ჩვენ მაწანწალად ძაღლების და კატების უფლებას ვიცავთ ხო და რაღაც იმაზე გული შეგტკივა აი მე მტრედი ჩამოვარდა და ის და ჩიტებს საკენკი დაუყაროთ და აი როგორ შეიძლება ძაღლის გადაგდება და კაკი არ შეიძლება მაგრამ კი მაგრამ ქართველი ერის უფლებას ვინ იცავს ქართველი ერის განადგურება ნიშნავს რომ შენ ანადგურებ რუსთაველის ვეფხის ტყაოსანს შენ ანადგურებ უნიკალურ ქართულ მრავალჟამიერს და წინწყაროს სიმღერებს უნიკალურ არქიტექტურას ეს იქნება სვეტიცხოველი თუ ეს იქნება ატენისიონი თუ სამთავისი თუ გრემი და გელათი საქართველოს ქართველი ერის განადგურება ნიშნავს რომ ანადგურებ ილია ჭავჭავაძესაც აკაკი წერეთელსაც ვაჟა ფშაველასაც ქართულ ხალხურ პოეზიასაც ქართულ ცეკვასაც ქართულ სიმღერასაც ქართულ არქიტექტურასაც ნიკალა ფიროსმანსაც ყველაფერს ამას ანადგურებ და აი ამას ანადგურებენ აი ეს უნდა გაიგოს ხალხმა სანამ ამას არ გავიგებთ ჩვენ რომ აქ მიდის ერის განადგურება 34 წლის განმავლობაში რომ ყველა ხელისუფლება მიმართულია ღვთისმშობლის წილხვედრი ქართული მიწაწყლის დაპყრობისთვის და ქართველი ერის გასანადგურებლად ამიტომაც დღეს როდესაც საუბრობთ ჩვენ ყველას უფლების დაცვაზე ქართველი ერის უფლებას არც ერთი ხელისუფლება არ იცავს პირიქით და ცდილობენ ამოძირკონ ის მახასიათებლები რომელიც საოცრად განსაზღვრული ერის განმარტობაში იოსებ სტალინს გასული წლების 40-იან წლებში მის აღარ მახსოვს მეოთხე ტომშია შესული თუ მეხუთეში ნახეთ აი ვახსენეთ ჩვენ სასტუმრო ივერია გაიყიდა ხო იმელის შენობა კი ბატონო მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი იყო მაგრამ მას ჰქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა კი ბატონო იდეოლოგია შეიცვალა მაგრამ ეს იყო უნიკალური არქიტექტურული შენობა იქ იგივე ნამგალი და ურო მე კი არ მივტირი ვარ არც კომუნისტური პარტიის წევრი არასდროს არ ყოფილი ვარ და არაფერი მაგრამ ეს ისტორიული შენობა რატო გავყიდეთ როცა აქ შეიძლებოდა რაღაცა მნიშვნელოვანი თქვა გადმოტანილიყო იგივე საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი რომელიც მელიქიშვილზე იყო ჩვენი შენობაში გაყიდეს და ეხლა ეს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი არის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის კაჩიკარიის შენობაში გესმით ხალხო
და რომლის კოლექტივი 200 კაციანი კოლექტივი დაიყვანეს 25 კაცზე თუ 22 კაცზე. რომელთა ხელფას შეიძლება იყოს სადღაც 300-400 ლარი მაქსიმუმ. მაშინ როდესაც ალიევის ბრძანებით ის თავის ქვეყნის პატრიოტია, უყვარს ის თავის ქვეყანა, თავის ხალხი. შეიქმნა აზერბაიჯანის და ყურანის შემსწავლელი აზერბაიჯანის ისტორიის და ყურანის შემსწავლელი ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ემორჩილება მხოლოდ პრეზიდენტს და სადაც მუშაობს დაახლოებით 400 თუ 500 მეცნიერ თანამშრომელი, რომელთა ხელფასი ჩვენ ლარებზე 1500 ლარია ყველაზე მინიმალური. გესმით რა ხდება? და მათ რო შეეკითხო მათი წინაპარი ვინ იყო, ალბანელები. დანარჩენს აღარ გავაგრძელებ ამ კუთხით საუბარს. ანუ გაიყიდა იმელის შენობა. რატო ხდება რომ უნიკალური შენობა სპორტის სასახლისა, რომელიც ევროპის თანამედროვე არქიტექტურულ ძეგლთა სამეურში შედიოდა, როგორც უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა. უნიკალური მართლა ლეჟავაზდემის აგებული რაღაც საოცრება. აი, პირველ სამეურში შედიოდა ევროპის. გარშემო რეები არ ჩადღაბნეს, ჩაარჭეს და გააუფასურეს, ხო? ერთ ხანობა საუბარი იყო, რომ უნდა გაყიდულიყო ეს შენობა, რომ აქაც კორპუსები აეშენებინათ. და თქვენ გონიათ ეს საკითხი მოხსნილია, რა ბატონებო, ის მეორე სპორტის სასახლე იქ იმიტომ ააშენეს, რომ სწორედ ამისი ამ სპორტის სასახლის დანგრევა ან გაყიდვა უნდა და აქაც კორპუსის აშენება. ეს რას არტყავს? ეს ქართველი ერის ისტორია, თანამედროვე ისტორია, გესმით? ანუ იმ საძირკვლებს, იმ ბალავარს პობენ, რომელზეც ერი იდგა. ეს არქიტექტურული ბალავარია. ასევე დინამოს სტადიონზე ერთხანობა გაგრძელდა, ხო, ფეხბურთს მატჩებს აღარ ატარებდნენ, მიხეილ მესხის სტადიონზე ხდებოდა ეგრეთ წოდებული ლოკომოტივის სტადიონი სხვა და ახალი უნდა ავაშენოთ და რაღაც. და ამ სტადიონის რეკონსტრუქცია დანგრევა საჭირო ვერ უძლებს ამას და ესეც შეგნებულად, რომ აი სახელმწიფოებრიობის, ქართული სახელმწიფოებრიობის ნიშნები მოისპოს. ის რითაც ამაყობ, ბიჭო, დინამო სტადიონს რო იტყვი, შენ თვალწინ დგება ბორია პაიჭაძე, მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა, მთელი პლიადა, დათო ყიფიანი, ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე, ეს ხალხი, ვოვა გუცაევი, შენგელია და ესენი, ხო, ხინჩაგაშვილი და საშა ჩივაძე და ესენი. ამას ყველაფერს ესე იგი ანადგურებ შენ. აი იმ ისტორიას, რომელიც აქ ამ სტადიონზე დაიწერა. ამას ეხლა დაემატა ახალი იდიოტური, უпроსორად მათი კუთხით ბრძნული წინადადება უმაღლესი სასწავლებლების ვითომ თბილისიდან გატანისაცვლა თბილისის დამტვირთვის გამო მიზანი რა არის? მიზანია ერთი, რომ გაყიდონ ეს შენობები. უმაღლესი სასწავლებლების შენობების გაყიდვა. ამისიც ხელში ჩაგდება, რა თქმა უნდა, უცხოელები, ეს არაბები იქნებიან თუ თურქები თუ ასე შემდეგ და იმ განათლების კერის მოსპობა, რომლითაც ქართველი კაცი მოდიოდა და მსოფლიოში იყო ცნობილი. ჩვენ ვერასდროს ვერ ვაჯობებთ გერმანელს რაღაცა მანქანის გამოშვებაში, ის მათი მერსედესი და ის არის მათი სავიზიტო ბარათი, ხო? ისევე როგორც ჩეხური ლუდი, ვთქვათ, ისევე როგორც ქართული მრავალჟამერი და ქართულ ცეკვაში ვერავინ ვერ შეგვეჯიბრება რა. და აი ნახე, ქართულ ჭიდაობის ილეთებზე გაზრდილმა ჩვენმა ძიუდოისტებმა რა, რამხელა ისინი მოიხვეჭეს, ესე იგი ქართული გენი როგორ ძლიერია. მაგრამ ჰოკეიში ხო ჩვენ რუსებს ან კანადელებს ვერ ვაჯობებთ. ეს არის ეროვნული ტრადიცია, გენეტიკური კოდით მოსული. და ამიტომაც ხდება ამ ყველაფრის, ესე იგი ჩვენი განათლების დონით ევროპაში ვიყავით პირველ ხუთაოში და დღეს როცა გამოკითხვა იყო 47 თუ 49 ადგილზეა საქართველო და აი რაღაცა უგანდა და ისა ლიბია და ესეთი და ზიმბაბვე და იმის რესპუბლიკები რომ არის იმის უკან არის ჩვენი ქვეყანა განათლების დონით
და ეს გონია შემთხვევით არის ეს განათლების სახელმწიფო პოლიტიკა არის მეთქი ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული. და ეს ანგრევს თქვენ ახსენეთ წმინდა მეფე დავით მეფე და დიახ. აი ამოთ რატო არ უხსნიან ახლა ლიცენზიას ესეთ ლექტორებს, როგორც არის მაგალითად ლევან ბერძენიშვილი, მე ვიცი ახლა ბავშვმა მელაპარაკა სტუდენტმა კავკასიის უნივერსიტეტშია, ხო? დიახ. ეგეც მანდარის და ნინო ჟიჟილაშვილის. ესე იგი ბავშვებს ასწავლია რომ მოღალატე იყო დავით აღმაშენებელი. ოღონ ამას ძალიან შეფუთული და მაღალ ტექნოლოგიურად უხსნის რომ დავითი იყო მოღალატე იყო თამარი და ერეკლე მეფეზე კიდევ განსაკუთრებით რომ პრორუსი ყოფილა და ქვეყანა იმას აკნა რა ქვია. ეხლა ამხოვანი მეფემ მე არ მინდა ამ სულ წაწმედილებზე და სულ გაყიდულებზე მე ქართული ოცნებისგან ვიკვირს. ამას ვიკვირთ ეხლა სწორედ იმას საუბრობ რომ არა არც მიკვირს ქართულმა ოცნებამ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის ის ინერცია ანტიეროვნული გააგრძელა რაც მათ მოიტანეს მეთქი ესე იგი არ შეცვალა კანონი განათლების შესახებ და რატო გიკვირთ ეხლა არა არ მიკვირს თავს რო იმართლებენ უბრალოდ არა ნახეთ ლევან ბერძენიშვილი ქართულმა ოცნებამ რად დანიშნა ვინ იყო ლევან ბერძენიშვილი ქართული ოცნების დროს თავიდან იყო კი ხო ვინ იყო არ ვიცი ზუსტად მაგრამ დავითი და ხო იყო ძმები ორი კი ბატონო პარლამენტის წევრები კი საჯარო იგივე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ხო ოცნებამ არ დანიშნა ხო და აი რატო გიკვირთ მე რატო გიკვირთ ესე იგი ეს საოცარი შედევრი დატოვა თავს რო იმართლებენ ამ 2011 წლიდან თელი თაობა გაიზარდა და დაამახინდია ხო ეს შეგნებულად ხდება ეს თავს ეს არის აი რას ვამბობდი პოლიკარპე კაკაბაძემ გენიალურმა ქართველმა მწერალმა დრამატურგმა დატოვა საოცარი შედევრი ყვარყვარე თუთაბერი აი ყვარყვარიზმის ეპოქა საქართველოში არ დამთავრებულა და აი ბოლოს რო ამბობს რა შესანიშნავად ასრულებს დოდო აბაშძე ამას მიმალავდით გაიხარე მუშავ წამებულო და ეს აი ზუსტად ეს პერიოდია ეხლა ეს ყვარყვარიზმის ეპოქაა და აი აქედან უნდა შეხედო ჩვენ ისეთი დიდი წინაპრები ყავდა რომ აი სწორი დასკვნის გასაკეთებლად იმათ უნდა მივმართოთ თორე აბა ეხლა ამათა ჩიჩილაკ ბრძენს კობახიძეს ხო არ უნდა მიმართოა რა ამდენად აი ეს უმაღლეს სასწავლებლების შენობების ვითომ განტვირთვის მიზნით გადატანა და ვითომ უნივერსიტეტში მარტო ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს იურიდიული და აქ ესეთ ეს არის სისულელი შენ თუ დედაქალაქის განტვირთვა გინდა მაშინ ქალაქის მერს ეგრეთ წოდებულ კალა მაჰმად ხანს უნდა სისხლის სამართლის საქმე აღუძრა და მოსთხოვო პასუხი იმ ბიტონის გროვების იმ მაღალსართულიანი კორპუსების ჩადგმის გამო რამაც თბილისს საერთოდ დაუკარგა დედაქალაქის ხიბლი რომელმაც როგორც ეკოლოგია ისე სოციალური მდგომარეობა დაამძიმა საქართველოში ეს საცობები რომ არის და ეს ყველაფერი ამის ბრალია და ეხლა ამას დაუმატეთ რომ დედაქალაქში ჩამოდის მდინარე მტკვარი რომლის წყალწვა არ არის ისეთი დიდი როგორიც არის თქვა დნეპრი, ვოლგა, ირტიში და რაღაცა ხო ეს ფეკალური წყლები სად უნდა ჩავიდეს მთელი ზაფხულის განმავლობაში რომ ყარს მტკვარი სადაც ბავშვები ბანაობენ სადაც მოზარდები თევზს იჭერენ ეს შეიძლება ჩემ პირველი დისერტაცია სწორედ მიწისზედა წყლების კონტროლის ავტომატიზებულ სისტემას და ეკოლოგიურ მოდელირებას ეხებოდა ეს დაუშვებელია ამ კორპუსებით გადატენეთ თბილისი და რისი განტვირთვა უნდა მოხდეს სარეკრეაციო ზოლები აღარ დატოვება ესე იგი პარკებში ბაღებში სკვერებშიც კი კორპუსებია სათამაშო მოედნებზე მანქანების ტევა აღარ არის მე როცა საკრებულოს წევრი ვიყავი ერთადერთი კაცი ვიყავი
ვინც წინამდე გვაძლევდი ხმა შეგიძლიათ შეამოწმოთ ამას თავისუფლად იმიტომ ვამბობ. გიორგი ტყემალაძე იყო მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე, ახლა მერის მოადგილე როა. შესანიშნავი მამა ყავს და თვითონაც წესიერი კაცია. მაგრამ გამოდიოდა საკითხი კალაძეს გამოქონდა. ერთადერთი კაცი ვიყავ, ვინც წინამდე გობას აძლევდა. აი მაგალითად მირცხულავას ქუჩა ხო დიდუბეში ხო ყველა მიცით ახლა განარა 100 კილომეტრიანი ქუჩაა. რაღაცა შეიძლება 1 კილომეტრიანი ქუჩა იყოს 1 კილომეტრი ნახევარი. შეიძლება ამ ქუჩაზე 5 მაღალსართულიანი სახლი ააშენო 30 სართულიანი. ან მანქანები სად უნდა გაჩერდნენ კაცო? აი ერთი პატარა მაგალითი მოვიყვანე. თუ განტვირთა გინდა ქალაქისა ისტორიულ უბნებშიც კი თაწმინდაზე, ვერაზე, ორთაჭალაშიც და იმაშიც რომ ამ მაღალსართულიან იმებს და კვარტლებს და ვისია მე ეს კვარტლები? გაჩნდა უკვე არა ქართული კვარტლები ხო რომ მოვდივარ ფონიჭალიდან მარჯვენა მხარეს ახლა არ მინდა რომ დავასახელო ეროვნება არა ქართული კვარტლებია. ანუ ამ პატარა ქვეყანაში ამ ღვთისმშობლის ერს, მაცხოვრის ერთგულ ერს, რომელმაც უდიდესი ბრძოლები მოიგო. ეს ქნებოდა დიდგორი, ეს ქნებოდა მარტყოფი, ეს ქნებოდა ქსანი ქარჩოხი. თუ სხვა ბრძოლები, ბასიანი თუ შამქორი, ეხლა დღეს ესე იგი აცლი ყველაფერს სისხლს წოვ, დემოგრაფიულად ანადგურებ და იმ განათლების კერებსაც უყიდი. ეხლა უფრო მეტი გააჟღერეს რომ პარლამენტის შენობა უნდა გავყიდოთ, რომელიც გერმანელების აშენებულია და ესეც ევროპის უნიკალურ შენობათა არქიტექტურულ ძეგლებშია მოხსენებული. უმტკიცესი თან მიზეს ამბობენ რომ ვითომ ეხლა აქ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი იყო და სანამ ეს ტაძარი არ აღდგებოდა ეს არის უნიკალური შენობა. ის ტაძარი მე მინახია პარლამენტის წევრი ვიყავი და ვიცი სადაც მდებარეობს ეს იმაში ეგრეთ წოდებულ ბუნკერში ხო მისი ნაშთები. შეიძლება იქ გარკვეული სამლოცველო ან სვალოცავი კუთხე გააკეთო პატარა საყდარი. რომ იყო ეს და ეთოს მუდმივად კელაპტარი და გინდა პარაკლისი გადაიხადე და გინდა რაღაც, მაგრამ ის რომ ამისთვის შენ ტაძარი ისა დაანგრიო ეს შენობა და ანუ ცხოველებზე გაყიდო, ეს არის უდიდესი დანაშაული და ცოდვა ერის ქართველი ერის წინაშე. და რატო? ამ შენობას გააჩნია უნიკალური კომუნიკაციები, მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს განსაზღვრული იყო, რომ ატომური დარტყმის შემთხვევაშიც გარკვეულწილად ხელისუფლებას და მოსახლეობას შეძლებოდა დამალვა და გადარჩენილი იყო გარკვეული დიდი ნაწილი მოსახლეობისა, ისევე როგორც მეტროში, ისევე აქ. ამდენად ამას სახელმწიფოებრივი დატვირთვაც აქვს და უსაფრთხოების დატვირთვაც აქვს. და ამისი გაყიდვა ან გასხვისება და ვითომ სხვაგან აშენება ორ მიზანს ემსახურება. ერთი ქართული სახელმწიფოებრიობის წინამდეგარი მიმართული რომ ქართული სახელმწიფოებრიობის თავარი კერა, ისტორია გაანადგურო და მეორე რომ იმ ადგილზე მიტინგისთვის, დემონსტრაციისთვის მოსახლეობა ადვილად ვერ მივა. ისე როგორც სააკაშვილმა ქუთაისში რომ გადაიტანა ის 168 მილიონი დაჯდაო ის შენობა, ხო, იმას რო გავდა Always Ultras, ხო? ეს გააკეთა სწორედ იმიტომ, რომ იმ ქუთაისის პარლამენტთან ადვილად ხალხი მიტინგს და დემონსტრაციას ვერ გამართავდა, პროტესტს ვერ გამოხატავდა, გესმით? ამათაც ამის შიში აქვთ, ისეთი ცუდი სვლები აქვთ ამათ ჩასატარებელი. მე კიდე უფრო უარეს მოველი ამათგან, იმიტომ რომ ესენი არიან სულ წაწყნეტილი და სულ გაყიდული ხელისუფლება. ამდენად კიდე უფრო უარეს უნდა მოელოდეს ქართველი ერი. და არა იმას ტაშს უკრავდეს და რაღაცა ლიქნელობის და ვაზელინ წასულები დარბოდნენ, იმიტომ რომ მე რო უყურებ ამას, ესე იგი ქართველობა სკამთ თაყვანისცემლობიდან ვერ გამოვიდა და ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ ხალხო. სკამთ თაყვანისცემლობას უნდა მოვეშვათ, რომ ერთ კაცზე აგებული სახელმწიფო არ უნდა იყოს. თვით დიდი მეფეებსაც თავის სათათბირო ყავდა, კაცო, ეს დავით აღმაშენებელი იქნებოდა, თამარ მეფემ საფუძველი დაუდო. მსოფლიო პარლამენტარის სათათბირო დარბაზი იყო პირველი პარლამენტები იმ მე-12 საუკუნეში.
დისერტაციები ამაზე დასული და ცალკე წიგნებიც არის და მონოგრაფიებიც გამოსული, ხო? და ჩვენ ამას ყველაფერს ვანგრევთ და ეხლა ამას ვყიდით, იმიტომ რომ და ეხლა ამას დავუმატეთ. ის ისტორიული კინოთეატრი რუსთაველი, სადაც ცისფერყანწელების უქიმერიონი და ესენი შედიოდნენ და ესენი, ხო? ეს გამოვაცალეთ ჩვენ ამას, ხო? ხვალზე რუსთაველის თეატრს გაყიდიან, შეიძლება ოპერატზე მიაყოლონ, არ არის საჭირო. შეიძლება რა ვიცი და ეხლა ამას დავუმატოთ ყველაზე მთავარი დათო. მიწები. ნახეთ, შევარდნაძის პერიოდში ქართული მიწების გაყიდვის პროცესი ესეთი აშკარა არ იყო, თუმცა თურქებს პირველი გზა შევარდნაძემ გაუხსნა, მაგრამ იმ დროს მედგრად იდგა ბატონი აბაშიძე, ასლან აბაშიძე, დიდი მემედ აბაშიძის შთამომავალი ღირსეული, რომელსაც რას არ აბრალებდნენ და ამას და იმას, რომელმაც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვა თურქთა შემოსვლა და ექსპანსია აჭარაში, ბათუმში და ასე შემდეგ. ჩვენ ნახეთ ახლა ეკონომიკური ექსპანსია მეტი კი არაფერი არ არის. რაც ხდება ახლა აჭარაში, ბათუმში, მეტი არაფერი არ არის. ჯერ ერთი ბათუმშიც ეს უაზრო მშენებლობები, რომელმაც ხიბლი დაუკარგა ამ უძველეს დედა აჭარის ულამაზეს ქალაქს, ისტორიულ ქალაქს და წაშალა მისი იერსახე. სწორედ ამ დროს ხდება ჯერ ნაციონალების ფაშისტური რეჟიმის დროს და მერე ქოცლისტანის დროს. ამდენად ჩვენ აი ასე კომპლექსურად უნდა განვიხილოთ და მივიდეთ მიწების გაყიდვამდე და მიწების გაყიდვა უკვე მასიურ სახეს იღებს. მე არა მარტო თქვენ ეთერში, არამედ სხვა ტელევიზიების ეთერშიც ყოველთვის ვაჟღერებ, რომ ქართული მიწა-წყლის 70% სამწუხაროდ გაყიდულია და უცხოელები არიან მათი მფლობელები. დიახ. აი, ჩვენ ეს ვაშიტყვეთია კიდევ, ეს არის ვაშიტყვეთი, საჯარო რეესტრიდან არის ესენი ამოღებული. ძალიან დიდი დრო უნდა რომ მას სულა მოიღო, მაგრამ გეთანხმებით რომ 70%-ია ნამდვილად. ახლა იმ დღეს ბატონმა სოსო მანჯავიძემ რაღაც ესეთი პოსტი დადო და ყურადღება გაამახვილა 2011-2016 წლამდე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის თაობაზე. 2011? 2011-დან 2016 წლამდე. დიახ. ხო და შემდეგ უკვე 2017 წელს უკვე სტატუსი შეცვალა. აი ამას რატო ვაკეთებს აქცენტს მაინც და მაინც 2011-დან 2016 წლამდე რა ხდება? არასწორი აქცენტია გაკეთებული, იმიტომ რომ 2011 წელი რა თქმა უნდა არის სააკაშვილის პერიოდი, ჯერ ოცნება არ არის ხელისუფლებაში მოსული, თუმცა ქართული მიწების გაყიდვა ბენდუკიძის დროს დაიწყო უფრო დიდი ტემპით და უფრო ჩქარი ტემპით, არა მარტო მიწების, არამედ სხვა ობიექტებისაც, აქ პორტები, აეროპორტი და საკმაოდ მსხვილი თუ დარჩენილი ობიექტები იყო შევარდნაძის დროიდან, ბენდუკიძემ ყველაფერს მოუღო ბოლო და სხვათა შორის იმ დროსაც ნინო ენუქიძე იყო მინისტრის მოადგილე, ბენდუკიძე, რომელიც ეხლა ყავთ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. აი წარმოიდგინეთ რა, ყვარყვარის ფსროვიძახი, აქ არაფერი არ იცვლება. კოჰაბიტაცია, ანუ თანაქორწინება და ჩახუტება ერთმანეთში ჩვეულებრივად გრძელდება, ვერ გაიგებ ვინ ქოცია, ვინ ნაცია. ეს არის ერთი კონგლომერატი, ერთი აჯაფსანდალი, რომელიც საქართველოს დაქცევისთვის და ქართველიერის განადგურებისთვის არის მოსული. ახლა რაც შეეხება 2011-2016 წლებს, რაც ბრძანეთ, ეს არასწორია, რადგანაც ქართული მიწა-წყლის გაყიდვა მინდა ყველას გასაგონად თქვა და მათ შორის სოსო მანჯავიძესაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, უთხრა რომ ქართული მიწა-წყლის გაყიდვამ პიკს მიაღწია ქართული ოცნების პირობებში. ქართული ოცნების, ანუ ბიძინყობის პერიოდში მიაღწია მაქსიმუმს, იმიტომ რომ
2017 წლიდან ხდება კატეგორიის შეცვლა მასობრივად სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და შემდეგ გადის უკვე ბაზარზე, ანუ ელექტრონულ აუქციონზე. ხო, თქვათ იგივე ჩემი სოფლის ქვემო ჭალას თქვათ, იგივე წინარეხი, იგივე სოსოს გასაგონად მინდა ვთქვა და ყველა იმ ხალხისა ზოგიერთი რაღაც ჩხამიან სოკოებს რო გვეძახიან ეს დეგენერატები, ერთი იმათ მიმიწვიონ ეთერში რომ აუხსნა, თვალებში უყურო და ესე, იმიტომ რომ ვინც ახლა იცავს იმას რომ თურმე არაბიზაცია ეს ინვესტორის შემოყვანაა და ქართული ეკონომიკის აღორძინება ან გათახსირებული ყოფილი კაკებეშნიკია ან სულ გაყიდული დღევანდელი ხელისუფლების მლიქნელი ვაზელნი წასმული გარეწარი. იმიტომ რომ 2017 წლიდან იწყება კიდევ ერთხელ ვიმეორებ მასობრივად ცვლილება მიწის სტატუსისა გადადის არასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწად სოფლების საძოვრები, მდელოები, სოფლის გარშემო არსებული ჭალები და ასე შემდეგ, გზები და სანახივროები და ასე შემდეგ. ესე იგი, გასაყიდი აღარაფერი არა და ქართულ მიწაწყალს ყიდიან. ქართულ მიწაწყალს ყიდიან, შორს არ მინდა წასვლა. გუბერსკის ციხიდან დაწყებული ქართლის დედამდე მთელი ქედი გაყიდული. იმის იქით კოჯორი ტაბახმელა სოფლები აშენებული, უდიდესი სოფლები, არაბული სოფლები ბატონები. და ასევე ნოსტეს გარშემო ქართლში, იგივე თხოთის მთა, იგივე მუხრანის ველი, აღაიანის მიმდებარე ტერიტორია, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა ქვია, წინარეხზე და ქვემო ჭალაზე, ქარელის გარშემო, ტრასის გარშემო მიწები, თეთრი წყაროს ეგრეთ წოდებული როგორ ქვია, ნაძვნარი, ფიჭვნარი ეს ყველაფერი აი ოზურგეთი, ხარაგაული, სულ გაყიდულია ეს მიწა. აი ეს ჩემი გადაღებული ფოტოა. ეს არის კოჯრის ტყის გვერდზე. უკვე აქ აი ჩანს ესენი ელექტროისინია, მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები. და აგერ მრიცხელები, აგერ გაუყვანეს უკვე ინფრასტრუქტურა გაუკეთეს ყველანაირად, რომ ეს უკვე გაყიდული არაბეთზე. აი რასაც თვალი წუდება, სულ გაყიდულია უთხრეს. და აი ხლა მე სვავ კითხვას. ეს არის ინვესტიცია და ქართველიერისთვის მომგებიანი პოლიტიკა? დაწყებული პრემიერ ჩიჩილაკადან კობახიძიდან დამთავრებული რიგით პარლამენტარამდე. ნებისმიერს გიწევთ პაექრობაში. ეხლა იმაში ხო არ გიწევთ დუელში. ნებისმიერ ეთერში პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული მე ქართველი პოეტი ვაჟა ოთარაშვილი გიწევთ ღია ეთერში პრემიერ-მინისტრიდან დამთავრებული ნებისმიერ პარლამენტის წევრამდე. აი სწორედ ამ საკითხზე ქართული მიწების გაყიდვის თაობაზე ნებისმიერ ტელევიზიაში. და მე დაგემტკიცებ თქვენ რომ ეს არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პოლიტიკა, რითაც ანადგურებთ ქართულ სახელმწიფოს, რითაც ასრულებთ უცხოური სოფლიო ბოროტი ძალების დაკრთვას ქართველი ერის განადგურების. ამიტომ რომ შემთხვევით არ ბრძანა ერის მამამ დიდმა ილია ჭავჭავაძემ მამული ენა სარწმუნოება. აი ეს ტრიადა შემთხვევით არ დაიწყო მამულით, იმიტომ რომ თუძე ყველაფრის არის მამული. ეს მიწა ჩვენ სწორედ უფალმა მოგცა და პატრიარქი მართალს ბრძანებს რომ არავის არ აქვს უფლება არც პრეზიდენტს, არც პარლამენტარს, არც პატრიარქს, არც მინისტრს გაყიდოს ქართული მიწაწყალი. არც მეფეს არავის არ აქვს. აი ამ მიწის დასაცავად იწირებოდნენ ჩვენი წინაპრები. ეს მიწაწყალი არის ქართველი წინაპრების, გმირი წინაპრების სისხლით მორწყული. და თქვენ 4 წლით ხართ მოთრეულები თუ 8 წლით თუ 12 წლით მნიშვნელობა არ აქვს. ისტორიისთვის ეს არის ერთი გაელვება. ქართველი ერი არის მარადიული ფენომენი. გესმოდეთ. იმიტომ რომ უფალი ამას არ გაპატიებთ თვიშობლის წიხვედრი მიწაწყლის გაყიდვას. მით უმეტეს ჩვენ ისტორიულ მტრებზე, რომლებიც არც ეთნიკურად, არც სარწმუნოებრივად, არც ტრადიციებით ჩვენ არ გვანამ პირიქით. საქართველოს
ქართველი ხალხი იყო ბრძენი, რომელმაც არაბ მომხდურს, არაბეთის ყველაზე მძულვარ და მტარვალ ჯალათს მურვანს უწოდა ყრუ. გესმით? მურვან ყრუ უწოდა, რომელიც 728 წლებში საქართველოს შემოეცია და სისხლის კალოები დააყენა. აი ეს არხილო კალო რო ქვია. იქ ქვია და კალობნობა როა კასპის რაიონის სოფელ ხანდაკში. იქიდან მოდის საუკუნეების მანძილზე, სადაც ცოცხალი პატარა ბავშვები გალეწეს არაბებმა კალოებზე. გესმით რატო რატოა გადამწვარი ქართლის ქედები, იგივე თრიალეთის, ქსილის, იგივე ძლევის ქედი, იგივე კვერნაქის ქედი, რომ ყოველ ზაფხულის დასაწყის პაპანახება სიცხეში სწორედ მურვანყრუ უკიდებდა მოჭრილ ხებს ფესვებზე ცეცხლს აკიდებინებდა, რომ პარტიზანული ბრძოლები არ ეწარმოებინა ქართველებს და არც ერთ მტარვალს არ მოუყენებია იმხელა ზარალი ქართული კულტურისთვის, ქართული არქიტექტურისთვის, ეს როგორც მურვანყრუმ გააკეთა ამ არაბმა მტარვალმა. არც ერთ ეკლესიაში ზარის დარეკვა არ შეიძლებოდა. წირვალოც აღარ მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთადერთი სადაც ზარი ირეკებოდა, ეს იყო ანჩის ხატი და ზარის სახლდარს ეძახდნენ. აი, დანარჩენი არსად არ წარმოიდგინეთ ხალხო. და ჩვენ აი სწორედ ამ არაბიზაციის და გამოდიან ტელეეთერებში და ესე იგი ისეთ ზღაპრებს ყვებიან, არ გწვენიათ ხალხო? არ გწვენიათ ელემენტარულად. საქართველოს ისტორია არ იცით, მაგრამ გადახედეთ იმ ველმინდვრებს, ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი, მეც დათოსაც და კიდე ჩემ მეგობრებსაც. აგერა ჩემი გადაღებული დღეები ხდება. ანუ დედაქალაქის გარშემო არაბული სოფლები ეს კარგია ქართველი ერისთვის, რომლის ლამის 2 მილიონზე მეტი უცხოეთშია გასული. ეხლა ისე დაუბრუნდები აქ 2011-2016 წლები. ამას არ შეიძლება არ დაუმატოთ, რომ სწორედ ქოცების ფაშისტურმა რეჟიმმა, ანტიქართულმა რეჟიმმა მიიღო 17 ქვეყნიდან უვიზოდ შემოსვლა. და დღეს ჯამში ალბათ სადღაც 100-ზე მეტი ქვეყანაა და შეიძლება უფრო მეტი 150, რომლიდანაც უვიზოდ თავისუფლად შემოდიან ჩვენთან ხალხო. თავისუფლად შემოდიან. სახლებიან, ბინადრობის უფლებას იღებენ, გადაიხდიან 100,000 და იმათთვის არაფერი არ არის 100,000. არაბული მიზნების 1 ცენტი. წინასწარ გათვლილი ქონდათ კარგად, რომ აქ უნდა შემოეტანოთ ეს. რა შეიძლება დავარქვათ ახლა ამას? მე რა შეიძლება უწოდო ამას ქართველმა პოეტმა, რომელიც რუსთაველის ვეფხის ტყაოზანზე, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის, გალაქტიონის, მირზა-გელოვანის, ტერენტი გრანელის პოეზიაზე ვარ გაზრდილი. ჭაბუ ამირეჯიბის და ოთარ ჭილაძის და გურამ დოჩანაშვილის, ოტია იოსელიანის და ოტია პაჭკორიას პროზაზე ვარ გაზრდილი, ხო? ანა კალანდაძის პოეზიაზე და მურმანლებანიძის. რა შეიძლება მომწონდეს? ეს არის ქართველი ერის გენოციდი. გენოციდის ფორმა, რითაც ანადგურებენ ჩვენ ერს. ართმევენ მიწაწყალს, დაუნგრიეს ყველაფერი, ბედის ანაბარად არის სოფლები მიტოვებული, გლეხი გაჭირვებულ მდგომარეობაში შეგნებულად, რომ ან გაიქცეს თავისი მშობლიური ქვეყნიდან, ან მიატოვოს ყველაფერი და გაყიდოს. და აი ამ სიტუაციაში ეხლა განათლების სისტემა დანგრეული, მომავალმა თაობამ აღარ იცის ვისი გორისა, ეკლესიას ეომებიან, პატრიარქს ეომებიან, აუგს ამბობენ ეკლესიაზე და იქაც ესე იგი დოროთესნაირი გარეწარი ნამუღდელარები გამოყავთ, ვითომ ესენი არიან ერის ჭკუის მასწავლებლები და სინამდვილეში მართლაც გულანთებული მოძღვრები არიან გვერდზე მიწეული, გულანთებული მეუფეები არიან გვერდზე მიწეული. ეს ხდება შეგნებული სახელმწიფო პოლიტიკისა გამო, რომლის მიზანია ქართველი ერის დამცრობა, განადგურება და მოსპობა და ქართული მიწაწყლის უცხო ხელში გადახსვლა. აი ეს არის ჩემი სათქმელი. მე ცეხა განკვირვებული დავჭი, ცოტა უნდა გადაუხიო. დიახ.
გაკვირვებული დავრჩი ბატონო ვაჟა ჩვენი საყვარელი მწერლის ლევან გოთუას 6 ტომეულს ყიდი და მარჯანიშვილზე ერთი პიროვნება. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როდესაც ფასი დამისახელა. 6 ტომეული 35 ლარი. ესე აღარ არის კითხველი. კითხველი აღარ არის, იქ არის გმირთავარამი პირველ სამტომში და მე კიდევ არის მთელი უნიკალური ამისა ძვირფასი მოთხრობები და ყველაფერი. ხო და აღარ აქვს კითხველი ამ უგზო-ქარავანი და ეს ტრაგედიაა, რომ უკვე უწიგრუნობას მიეცა ერი. განათლების სახელმწიფო პოლიტიკა მე შემთხვევით არ ვახსენე. კი ბატონო, კარგად ჩამოაყალიბეთ სხვათა შორის როგორ მოვიდა აქამდე ეს ყველაფერი. განათლების სახელმწიფო პოლიტიკამ სწორედ ეს მოიტანა. აი ანტიეროვნულმა პოლიტიკამ მოიტანა სწორედ ეს, რომ ჩვენ აქ ორი მიმართულებით იყო დარტყმა ქართველი ერისადმი, რომ ჩვენ ვართ რაღაცა პოსტსაბჭოური ჩამორჩენილი ერი და მეორე ის, რომ ყველაფერი უცხოურია ძალიან კარგი. მე გეტყვით, რომ დღესაც მიმაჩნია, რომ ჭაბო ამირეჯიბის დათა თუთაშხიას დარი პროზაული ნაწარმოები სოფლიოში არ არსებობს. და ნამდვილად ეკუთვნოდა ნობელის პრემია, იგი ორჯერ იყო წარდგენილი და სამწუხაროდ ისევ საქართველოდან გაგზავნილმა ანონიმკებმა შეუშალა ხელი. ეხლა მე არ მინდა დავასახელო ამ ანონიმკების ავტორი. თორე ბატონი ჭაბუას დათა თუთაშხია მიიღებდა ნობელის პრემიას. ოთარ ჭილაძის ყოველმან ჩემმა მპოვნელმან ეს არის ასევე მსოფლიოს შედევრი. გურამ დოჩანაშვილის კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და ვატერპოლო თუ სამოსელი პირველი, ესენი არის შედევრები. აი არ შეიძლება რომ აი ეს ყველაფერი შენ მომავალთაობასთან არ მიიტანო და შეგნებულად სკოლაში ასწავლო ის იდიოტიზმი. ჩემი შვილიშვილები ხო დადიან სკოლაში, მე შვილიშვილი. სისულელეებს ასწავლიან ხალხო. სისულელეებს და თქვენ გონიათ ეს რატო ვართ ამ ეგრეთ წოდებულ ბოლონიის პროცესში ერთებული? ეს არის კოლონიური ქვეყნების სეგმენტში ჩასმა. ჩვენ ვართ კოლონია დასავლეთის და აი ამ სეგმენტში უნდა ვიყოთ. რომ აი ესე ჩამორჩენილად ქვეყანაში არ ჭირდებათ მეცნიერები, არ ჭირდებათ შემოქმედი ხალხი, პოეტები, პროზაიკოსები, არ ჭირდებათ ხელოვანები, ჭირდებათ შეშის მჭრელები, ბენზინგასამართ სადგურებზე ჩამსხმელები, ოფიციანტები, უტანკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეტი არა. და აი აქეთკენ არის ეს სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული. და აი განათლების და კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა დათო არის სწორედ ანტიქართული, ანტიეროვნული. კი ბატონო, კი გეთახმებით, მაგრამ ჩვენს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. აბა ამას რო ვამბობ მე გულის ტკივილით ვამბობ. ჩემნაირ შემოქმედს არავინ არ მოუწყობს პოეზიის საღამოს. მე რა თქმა უნდა ხარ ჩემი ახლობლები და აი არც სახელმწიფო პრემიას და ჩინმენდას არავინ არ მომცემს, ხო? და განა იმიტომ რომ ვიღაცაზე ნაკლები ვარ, არა. მაგრამ მე მირჩევნია უფლის წინაშე და ჩემი ერის წინაშე ვიყო მართალი. რადგანაც ჩვენი დიდი ერის მამების ნათქვამია, რომ ერის წყლული მაჩნდეს წყლულად. თუ ერის წყლული წყლულად არ გაჩნია, შენ რამდენი გინდა წერე, იკითხე და გამოეცი, აზრი არა აქვს. დღეს არის განსაცდელში ჩვენი ქვეყანა. ესეთი განსაცდელი ისტორიის მანძილზე საქართველოს არ ქონია არა. და ერთი რამეა კიდევ, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას, აი ვინც ხმას იღებს აი ამ ქართველი ერის გენოციდი რომ მიმდინარეობს, ეხლა და ამას ჯანსაღი ვიღაც აი როგორ თქვენ მაგალითად როგორ ჩვენი გაერთიანება თუ ცნობილი არის რამდენიმე პიროვნება, რომელიც ამაზე აქტიურობს, მაგრამ
სამწუხაროდ ისეა მოწყობილი საინფორმაციო ტელეარხები, რომ ჩაგეტილია აბსოლუტურად როგორც სამთავრობო, ისე ლიბერალური არხები ყველა დაკეტილია და არ გაძლევენ საშუალებას. მითხარით თქვენ როდის იყავით ბოლოს ან იმედზე, ან სადმე თუ იყავით რუსთავიოზე, ან რა ვიცი, იყავით კი? დავნო რუსულად რო. ხო და რატომ არ ეძლევა თუნდაც საზოგადოებრივ არხზე ჩვენ ეხლა უნდა დავიწყოთ ბრძოლა, გუშინაც ქონდა ამაზე საუბარი. კეთილი უნდა ინებოს საზოგადოებრივმა არხმა და კვირაში 1 საათი მაინც უნდა დაუთმოს აი ამ ჯანსაღ ძალებს, ქართულ ხალხს და არა იქ რაღაცა გაფუჭებული ეს პოლიტიკოსები რომ ჯდებიან და გახსნილი აქვს 24 საათი იქ. ამის თაობაზე თავის დროზე მეცნიერთა კონგრესმა თემურა შაშიაშვილმა იქ ჯუმბერ კოპალიანმა და სხვებმა მიმართეს საზოგადოებრივ არხს და არ გამოყვეს დრო. რომ აი თუნდაც 9 საათი მეცნიერთა აზრი გაჟღერებულიყო. რაღაცა პრობლემასთან დაკავშირებით, თქვათ განათლების, სოფლის მეურნეობის, კულტურის, რაღაც პრობლემასთან არ გამოყოფილი და რაღაც ზეჭოლა უნდა მოახდინოს. ესე იგი მეცნიერის საღი აზრიც გაითვალისწინებიდა არა ამ დილეტანტი ქლიავებისა, ვინც ხედავ, ხო? ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ერის რჩეულები არიან. ეს არის ერთი კაცის არჩეული ძაბში მჯდომი კაცის სია, ვინც შეყარა ამ იმაში, ხო, პარლამენტის შენობაში. თავისთავად რომ პარლამენტარები გონიათ. რაც შეეხება ახლა ჩემ მოსაზრებას ამ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, თუ არ მოხდა ყველა პოლიტიკური ეროვნული ძალის გაერთიანება, ხო, აი ესე დაგსაქსულად იქნება ხო საპროტესტო ტალღაც, ღონისძიებებიც და გამოსვლებიც, თუნდაც ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის განხორციელება და ასე შემდეგ, არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ჯერ ერთი პოლიტიკურ პარტიათა ძალიან დიდი ნაწილი, მინდა ეს ტერმინი არ ვიხმარ, მაგრამ უფრო ზუსტად დავერბოვკებულია უკვე სპეციალური სამსახურების მიერ. და ხანდახან გონია ხოლმე დათო რომ როდესაც ეწყობა რაიმე აქცია ან მიტინგი ან ის უბრალოდ ხალხის ორთქლის გამოშვებას ემსახურება და არა შედეგის მიღწევას. არა კონკრეტულ შედეგს, კი. არა შედეგის მიღწევას და გული მტკივა ხოლმე და ამიტომაც თუ ეს ძალები გაერთიანდება, საღად მოაზროვნე პიროვნებებიც, ძალებიც, პოლიტიკური პარტიებიც და ერთად დადგებიან, აი გვერდზე გადაწევენ აი თავის პარტიულ რაღაც იმას. მე ყველას დაუდგები მხარში, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე პოლიტიკური მოღვაწეობა დიდი ხანია დავასრულე. მე როგორც რიგითი პოეტი, რიგითი მეცნიერი პროფესორი, დაუდგები ყველა იმ ძალას მხარში, არა იმიტომ კი არა რომ რაღაცა პარლამენტარობა მინდა, ან თანამდებობა მინდა, ან არაფერი არ მინდა, რომელიც საქართველოს დღევანდელი სიტუაციიდან გამოსაყვანად იბრძოლებს. იმიტომ რომ აი ეს სიტუაცია რაც არის, ქვეყანას უპირებს დაღუპვას. იმიტომ რომ უკვე ყიდიან მიწაწყალს დაურიდებლად. თან ეს იუდას ნაბუშრები და აი რო იტყვი იუდას ნაბუშარ და ვიღაცას არ და ვიღაცა ჭვერცანცარას არ და მოეწონება შენი ნათქვამი, ვითომ ახლა თვითონ დიდი ის არის პატრიოტი ქვეყნისა. ძალიან სამწუხაროა და მე ყველას მოუწოდებ, რომ გაერთიანდეს თქვენს დიდი ქართულთა გაერთიანება, სხვა პოლიტიკური პარტიებიც დასხედით და გაერთიანდით, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ თქვენ არა თანამდებობებისთვის იბრძვით, არა პარლამენტისთვის, არამედ ქვეყნის გადასარჩენად, იმიტომ რომ ამ 34 წლის განმავლობაში მოსახლეობას ინდიფერენტიზმი გაუძლიერდა და ეს ბუნებრივია, რადგანაც მას აღარ სჯერა არც ერთი პოლიტიკური ძალისა და ფიქრობენ, რომ იცი რა, ამას თავარია შეძრეს პარლამენტში და მე ფეხებზე ვკიდივარ. ამიტომაც აი ყველა პოლიტიკური ძალა ამ კუთხით უნდა დადგეს, არა პარლამენტის წევრად გახდომაზე ლაპარაკი, ეს რა თქმა უნდა შემდგომი ეტაპია პოლიტიკური ბრძოლის, მაგრამ გამოწვევის სისტემას უნდა რაღაც
კი ერთ გამოწვევის სისტემა და ეს უნდა შეიქმნას, მაგრამ აი გარკვეული ატმოსფერო კლიმატი უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რომელიც ეს გაერთიანებული ძალა ხელისუფლებას აიძულებს, რომ შეცვალოს ანტიქართული პოლიტიკა ან დაატორმუზოს. თორე თუ ეს გააგრძელეს ამათ, ესენი ვერ ხედავენ წინამდებობას აქ, ვერ ხედავენ ვერავის წინამდებობას და თავისას მაპატია უბერავენ. და მათ სამშობლო არ გააჩნიათ. ესენი არიან ჩვეულებრივი მანქურთები, რომელთაც მანია, ფულია. მან ბატონო ვაჟა, თავარი არის ეს ამ დაბნეულ ხალხს, ზოგს გონია ერთი ძალა ძალიან პატრიოტი, მეორეს გონია მეორე ძალა, მესამე. აი აქ არის ესეთი მოსაზრება გვაქვს შენ, რომ სრული ილუსტრაცია მოვახდინოთ აი ამ პარტიების და გავაკეთებთ ესეთ რაღაცას. ყველას გაუგზავნით აქედან უპარტიო გაერთიანებიდან ესეთ მიმართავს. გაგვცენ პასუხი. გაემიჯნებიან თუ არა სისტემას. სისტემამ რომელმაც დაანგრია ქვეყანა და გაგვიყიდა სამშობლო, ხო? 92 წლიდან რომ მახსენეთ თქვენ, მთლიანად განადგურდა ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ. გაემიჯნებიან თუ არა ეს პოლიტიკური პარტიები ამას. აი ამას უკვე რომ სახალხოდ გავაკეთებთ, საზოგადოება დაინახავს, თუ არ გაემიჯნებიან, ესე იგი უნდათ რომ მხოლოდ და მხოლოდ თავის პარტიაში იარსებონ და ქვეყანათ უნდა დაინგრეს და განადგურდეს. თუ გაემიჯნებიან, ეს უკვე იქნება ჯანსაღი ძალა და აი ამ ჯანსაღი ძალების გაერთიანება მოხდება. დანარჩენები ჩარჩება იმ ჭაობში, იმ გრევაში და იმაში. ახლა რანაირად უნდა გაემიჯნო ამ სისტემას, რომელმაც ქვეყანა სადამდე მიიყვანა, ყველა ვხედავთ. დათო, გეთანხმები, მაგრამ იცი რაშია საქმე? ქართველი ადამიანის ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე ძალიან ძნელად ხდება გაერთიანება. არ ვიცი, ნეტა ღმერთმა გამოაჩინოს ესეთი ლიდერები, როგორიც იყო თქვა ბატონი ზვიად გამსახურდია, ბატონი მერაბ კოსტავა, რომელმაც შეძლეს ერის გაერთიანება. აი წეგან ხრესილის ომი ისა ბრძოლა ვახსენეთ ხო 1757 წლის 14 მოძრაობა მაინც დაბადა. ნახე, აი საინტერესო რაღაც მინდა გითხრათ. ხრესილის ბრძოლაში, ესე იგი სოლომონ პირველმა უდიდესი გმირმა მეფემ, ესე იგი მედგრათი ბრძოლა პირადად თვითონ და ნუ დაამარცხა თურქების 40,000-იან ლაშქარი და მთელი ამბავი, ხო? ეს ხდება 1757 წელს. დაახლოებით 9 წლის შემდეგ 1761 წელს მეფობიდან გადააყენებენ შეთქმულებას მოუწყობენ კაცო. სოლომონ პირველს, ამ გმირ მეფეს, აი ხრესილის ომის მომგებს. სულადად 9 წელს. აი ესეთი ისიც გჭირს, ისევე როგორც თქვათ გიორგი სააკაძეს, რომელმაც შვილი შეწირა მარტყოფის ბრძოლა მოიგო ამ ხელა 30,000-იანი ყიზილბაშთა ლაშქარი გაანადგურა მარტყოფის ულევარას ველზე, რომელიც 4 მებრძოლით, მათ შორის ერთი თავისი ვაჟით, ხო, ავთანდილ სააკაძით, პაპუნა ვაშაყაშვილით, ბაკა ხერხეულიძით, ელია დიასამიძით ტრის შუა ბანაკში დაიწყო აჯანყება. ეხლა მაშინ რა გრანატა მიოტები და ისინი ხო არ იყო ავტომატები და ხელყუმბარები. ჩვეულებრივი საბრძოლო იარაღი იყო ხმალი, შუბი, ფარი და ესეთი სატევარი და პოროლი. როგორ უნდა გიყვარდეს უფალი და სამშობლო, რომ ეს დაიწყო. წარმოიდგინე და უფალი შეეწია. სააკაძეს მარტყოფის გამარჯვების შემდეგ დაახლოებით წელიწად ნახევარში ბაზალეთს უწყობს, ხო, თეიმურას პირველად, ხო? და უფრო ადრე მისი მოკლა უნდა იქ ქართლის ცხოვრებაში ცხინვალში როდგა მეფე შვებთი, ის არის თეიმურაზი. ეგ შეცდომას უშვებს ქართლის ცხოვრების მე ისტორია, როგორც ბერი ეგნატაშვილი, ისე ვახშტი ბატონიშვილი, ეს ხო ამბავი, მაგრამ მოკლა უნდა სააკაძეს, წარმოგიდგენია? და კურიოზი რომ თეიმურაზ პირველი, რომლის
დედა ქეთევან დედოფალი წმინდა ქეთევანი შეგვეციოს მისი სეციური ლოცვა შირაზში სახალხო დაწამა გააშიშლა შანთები დაადო და დააგლიჯა მთელი სხეული და წამებით ამოხადა სული ამ შაჰაბას ურიგდება თეიმურას პირველი და წერილს უგზავნის რომ შენი ფეხის მტვერი ვიქნები და შენი ფეხის მკოცნელი და ყურებში მონის რგოლ გაჩრილი გიახლები რომ აგილოკო ფეხის მტვერები აი ესეთი მომენტებიც არის საქართველოს ისტორიაში და იმიტომ ძალიან ძნელია ეს საქმე და მე ვფიქრობ რომ ვინც ამას შეძლებს ეს იქნება მართლა აი სათაყვანებელი რომ ყველა პარტიას მოუწოდებ თქვენც და ყველას ვინც უსმენს და პარტია ხო რა ვიცი ხო აი ყველა გაერთიანებას ჯგუფს რომ გაერთიანდით ხალხო ჩვენი სამშობლო იღუპება გაერთიანდით საქართველოს ხელიდან მიწაწყლიანად ეთნოფონდიან ყველაფრიანად გვაცლიან ხელიდან გაერთიანდით მეტი გზა აღარ არის გემი იძირება და ყველამ უნდა მოუსვას ზოგმა ნიჩაბი ზოგმა ხელი რომ გადარჩეს ეს გემი აი ეს არის ახლა სხვა სიტუაცია აღარ არის თორე აქეთ ესენი არიან სულ გაყიდულები ხელისუფლებას უყურებ დამთავრდა დავსვავ ახლა და ბოლოსკენ წავიდეთ აი თქვენ თუ გინახავთ ოდესმე რომ მაგალითად ჩამოვიდეს აზერბაიჯანის ახლა პირველი პირვახსენით ხო ის ისლამური ქვეყნებიდან აი თურქეთიდან თქვა ერდოღანი და სიონის ტაძარში ასადმე პირველ უფროში მიიღოს მონაწილეობას თემ თუ გინახავთ არა რა თქმა უნდა ესე საკვირველია აი ახლა ეს ხანუკის დღესასწაულზე რომ ამ მონაწილეობა მიიღო ჩვენმა პრემიერმა ჩიჩილაკას რომ ეძახით ამას როგორ უყურებს საერთოდ მართლმადიდებლობა იცის საერთოდ რას ნიშნავს მართლმადიდებლობა ამ კაცმა მე მგონია რომ არ იცის ერთია როდესაც სახელმწიფოს მეთაური ულოცავს სხვა ერს ან მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერს თავის სახალხო თუ რელიგიურ დღესასწაულს. ჩვეულებრივად ეს ეტიკეტია დიპლომატიური ულოცავს, მაგრამ ის რომ რა თქმა უნდა შენ რიტუალში ღებულობ მონაწილეობას და სანთელს უნთებ და ქუდი გახურია და რაღაცა ისა ეს უკვე შეურაცხყოფელია სახელმწიფოსთვის. მე არ მინახია და არც მახსოვს რომ თქვათ აზერბაიჯანის პრეზიდენტი თქვათ ბაქოში არის ქრისტიანული ტაძარი, იქ მოსკოვის ეპარქიას ეკუთვნის, მოსკოვი აზერბაიჯანის ეპარქიის არის ქრისტიანული ტაძარი, რომ იქ მისულიყოს და თქვათ აღდგომით დღეს პიჯვარი გადაეწეროს და სანთლები დაენთოს, ხო? არც თურქეთში არ მინახია მე რომ კონსტანტინოპოლში დღეს სტამბული ქვია რომ სოფიო საპატრიარქოში მისულიყოს ბართლომეოსთან ერდოღანი და თქვათ სანთლები დაენთოს და პიჯვარი გადაეწეროს ან დაჩოქილიყოს ქრისტეს ხატის წინ, ხო? რა ვიცი, ესეთი რაღაც არ მახსოვს მე, მაგრამ ჩვენ ამის მონსტრები ეს 34 წელია ხშირად ვართ. ყველა ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირებისგან გამომდინარე. ამიტომაც გვიყიდია ქართულ მიწებს. მე მაგალითად ეს არ მიმაჩნია სწორად და არ მიმაჩნია სახელმწიფოსთვის დადებით კონტექსტად ეს არ შემიძლია განვიხილო და არ შეიძლება ვთქვა რომ იცი რა ჩვენ ტოლერანტები ვართ და ასეთები და ისეთი ვართ. ზოგიერთ იდიოტს თუ გონია რომ დავით აღმაშენებელი მეჩეთში ან სინაგოგაში ლოცულობდა ეს არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი და წაიკითხოს ისტორია. დავით აღმაშენებელმა დიდგორზე გამარჯვების 1021 წლის 4 აგვისტოს გამარჯვების შემდეგ პირიქით იქიდან დღევანდელი ზაგესთან დაწყებული, აი დღევანდელი ფონიჭალი დამთავრებული 70 სარზე ჩამოცმული მუსულმანის თავი დაანახვა ყველას. თუმცა შემდეგ განცხადება გააკეთა დედაქალაქში, რატო? განცხადება გააკეთა ვაჯრების საყურადღებოდ, რომ თუ ისევ ძველ აბრეშუმის გზაზე, რომელიც საქარავნე გზა გადიოდა დედაქალაქზე ივლიდნენ, რაღაცა შეღავათები ექნებოდათ 20-30%-იანი სავაჭრო შეღავათები ექნებოდათ, რომ აღორძინებულიყო ვაჭრობა და ეს იყო წმინდა კომერციული დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ, ეკონომიური პოლიტიკური განცხადება და არა სარწმუნოებრივი და რელიგიური, რადგანაც იგი მოუცილებლად როგორც მისი მე ისტორიები ამბობენ, როგორც წერენ, არა მარტო ქართველი, არამედ არაბებიც რომ მოუცილებლად ატარებდა თან ბიბლიას და სახარებას და მუდმივად ლოცულობდა. და აი
ერთი ესეთი ცნობილი ფაქტია, როდესაც მას ასევე შეთქმულება მოუწყეს ყივჩაღებმა და ერთ-ერთ ხეობაში მიდის და შუბის ტყორცნეს, შუბზე იგი ატარებდა მიქაელ მთავარანგელოზის დიდ მედალიონს და ამ მედალიონმა იხსნა დავით აღმაშენებელი განგმირებისაგან. უფალმა იხსნა. ისე რომ ჩვენ მივბაძოთ სიწმინდეში მაცხოვრის რჯულის ერთგულებაში ჩვენ დიდ მეფეებს, ჩვენ დიდ წმინდანებს, ჩვენ დიდ დედოფლებს და გადავარჩინოთ საქართველოს. კიდევ ერთხელ მე გაერთიანებისკენ მოუწოდებ ყველა ქართულ ეროვნულ ძალას, რათა გადარჩეს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ივერია, ღვთისმშობლის წირხვედრი მამული, რომელსაც ყველას თვალწინ დაურიდებლად გვიყიდიან. აი ასეთი საინტერესო შეფასება გააკეთა პოეტმა, პროფესორმა, საზოგადო მოღვაწემ ბატონ ვაჟა ოთარაშვილმა. ძალიან საინტერესო იყო და დიდი სიამოვნებით გისმენდით. ეს 34 წლიანი, აი ეხლა უკვე რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გენოციდი, ჩვენი ხალხის გენოციდი და იმედია ჩვენ ეხლა ბევრს ვფიქრობთ, რომ მარტო იდეოლოგია არ უშველეს ამას და მოქმედებებზეც გადავალთ. ასევე სამართლებრივი კუთხითაც იურისტები მუშაობენ და სერიოზულ იმას დავიწყებთ ყველა რეგიონში. და რაც უნდა მოხდეს მაპატე მიწებთან დაკავშირებით ყველა რაიონიდან სადაც იყიდება მიწები უნდა შეიტანოთ სარჩელი, უნდა შეიტანოთ სასამართლოებში, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეიტანოთ სარჩელები, მარტო მიტინგები და ის არ არის საკმარისი. სამართლებრივი ბრძოლა საჭირო, რადგანაც მიწაწყალს გვიყიდიან უკვე დაურიდებლად. მოგვაწოდონ ბატონო ვაჟა ინფორმაცია თუ არა ეგ ტელეფონს კიდევ გავასაჯაროვებ, მე ადრეს გავასაჯაროვე იქაც, თუნდაც თქვენიც არ ვიცი. მე ვასაჯაროვებ ყოველთვის 557 77 55 54. დავიკავშირდით და ჩვენ იურისტებს ჩავაყენებთ საქმის კურსში ნებისმიერ რაიონში, რომელსაც მივიღებთ ინფორმაციას, უკვე დავიწყებთ სამართლებრივი დავებს. რა ვიცი, საინტერესო იყო, მე მგონი დავასრულოთ ამით ბატონო ვაჟა, ჩათვალეთ რომ ნებისმიერ დროს ყოველთვის ძვირფასი სტუმარი ბრძანდებით და ყოველთვის ღია მადლობა მოწვევით. აი ამ სტუდიაში ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს. კარგად ბრძანდებოდეთ ძვირფასო. ერთმანეთს მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.